ხავხატავ ხეს, რომელიც მოჭრეს და რომელიც ჩააწვინეს, ასე ვთქვათ, კუბოში. და რა ვიცი, ეს ის ხე, რომელიც დავაწერ აქ, როდის დაიბადა და რომ მოკდა 2012 წელს. აქ ცხოვრობ შენ? არა, მე არ ცხოვრობ აქ, უბრალოდ ინტერნეტ საშუალებით გავიგე, რომ ესე ჭრინენ ხეებს და თვითონ კადრები მაძანენ მოხდა და ჩანძრა გადავწყვიტე უბრალოდ მოსულიყავი მეგობრებთან ერთად და რამე გამეკეთებინა რომ შემეჩერებინა ხეების ჭრა. ეხლა როგორც დიღმის მასივს მოკიდეს ხელი, ვაკის პარკს მოკიდეს ხელი, როგორც მუშტაეთს მოკიდეს ხელი და ყველაფერს საერთოდ მოკიდეს ხელი, ისევ აქაც მოვიდნენ ვიღაცები რომლებისთვის არც ხის სული არ აინტერესებს და არც ადამიანის სულები არ აინტერესებს. ეს არის მთლიანი უკანონობა. ეს არის მთლიანად ქვეყნის უდაბნოდ ქცევა. და აი ამ ტენდენციას ჩვენ რო ვხედავთ, ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვაპროტესტებთ მაცხოვრებლებიც და გულშემატკივრებით. რამდენი ხეც მოუჭრელი ნომრავს რამდენი ხერბი